ბიძინა ივანიშვილი დააკავშირო მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიას და პირველად რომ ნახეს სურათი ფეიკი მეგონა აი მეთქი ვიღაცა ბატონო ეხა დავება მეთქი ბიძინას თქო კაცო ბიძინას მეთქი ვიღაცა დაცინის თქო რო აი სად ზვიადი და მერაბი და სად ბიძინა და აკავშირია თქო და ბიჭო ვაღროშთა რომ თურმე მართალი ყოფილა თვითონ ეგენი მე ესე პროპაგანდისტები რო არის შალვა და მისი ორი რო არის მაგაცი ადრე იყო თემური და მისი რაზმი და ხა შალვა და მისი ორი თუნცულა ჩვენ ბავშვობაში რო იყო ბაბო გახსოვს თემური და მისი რაზმი გასწავლიდეთ ახლა ოცნებას ყავს შალვა და მისი რაზმი მისი მანდაუშკები 2013 წელს პეჩელ ავტობუსში მებრძოლი რაზმი ბატონო აი კონტროლერებად მუშაობდნენ კონტროლერები იყვნენ ხო ბილეთებს ამოწმებდნენ ხო თუ არა სხვა კი არაფერი კაცო რაზეა არა კაცო არა კაცო ვინმე რამე არა კაცო მე მხოლოდ ზუსტად მაგ ვიფიქრე მადლობა რომ მითხარი მაგას გულისხმობ კონტროლერები იყვნენ პეჩელ ავტობუსში რა თქმა უნდა 2013 წელს კი ბატონო მოკლედ ეს შალვა და მისი რაზმი რო ამართლებდა და აპრავებდა მას ბიჭო მეთქი გონი ეს მართალია მეთქი რა და რატო აკეთებს ამას ეს რატო აკეთებენ იმიტომ რომ ეგენი ხედავენ რომ საზოგადოებაში იზრდება ეროვნული სადმი და კონსერვატიული სადმი და ზნეობის სადმი რაღაც აი პატივისცემის ელემენტები ხედავენ ეგენი ამას ეგრეთ წოდებული ჩვენს ეგრეთ წოდებულს კი არა ჩვენ დღეს საუჩვიდეთ მაინც დღესასწაული რო არის ჩვენი აზგასუნებული პატრიარქის მიერ დაწესებული თავიდან როგორ გმობდნენ მე რო შეხედეს რომ ბიჭო ეგენი გონიაო ხალხი მიყვება ამათო ადგეს მე და სათავეში მოექცენ ყვარყვარიზმი ყვარყვარე რომ მანქანა მოატრიალა საწავიდა ჯარიო და რომ მოატრიალა ეგრევე და სათავეში წაიყვანე ბიჭო აქ ეს ამივდივართო დაფიქრდეთ ახლა ეგენი ეს ხალხი სხვაგან სათავეში დავდგებითო ხო და მოკლედ ამ დღეში არის და სწორედ ეს უნდათ რომ მიეწოდონ საზოგადოებას რომ ჩვენც ეროვნულები ვართო ზვიადისა და მერაბის საქმის გამგზელებლები ვართო ბიჭო მერაბ აი ზვიად გამსახურდიას ნახეთ რო გეთქვა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეთ ეს კარგიაო იქ პასუხს მოხდოდნენ უეჭველი აი რეაქცია ექნებოდა ზვიადს და მერაბის